ინტერნეტ სივრცეში USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის სამანტა პაუერის სავარაუდო ჩანაწერი ვრცელდება, სადაც ის რუს პრანკერებს ესაუბრება. ჩვენ მოლდოვაში უპრეცედენტო რაოდენობის ფული გავგზავნეთ. სანდუს რეჟიმში 10 მილიონი დოლარი ჩაიდო, აცხადებს პაუერი. მისივე თქმით, ეს თანხები კიშინიოვში უფრო დიდი ხანი იგზავნებოდა ვიდრე კიევში. ამავე ჩანაწერის მიხედვით USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფულადი ნაკადი შეჩერდა. USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, ახლა უკვე მაკრონმა და ფონ დერ ლაიენმა უნდა იმუშაონ აქტიურად. ამ თემაზე შეფასება კეთდება მართლ გუნდში. მის ამ ასე ვთქვათ ინტერვიუში და ფრანკი უწოდეთ, რაც კიდათ უწოდეთ, ხო, ქალბატონი, რომელიც კიდევ ერთხელ იკავებდა უმაღლეს თანამდებობას ამ ორგანიზაციაში. ქალბატონი, რომელიც განკარგავდა თანხებს სხვადასხვა მიმართულებით, ხო? პირდაპირ საუბრობს, რომ რეალურად მათ მიერ დაფინანსებული თანხები ემსახურებოდა ერთადერთს, რომ მათი ინტერესის გავლენის სფეროში მოქცეულიყვნენ რეგიონალურ ჭრილში თუ არა მხოლოდ სხვადასხვა სახელმწიფოები, სხვადასხვა პროქსი სახელმწიფოები, რომელსაც ხედავთ დღეს ევროპის შუაგულში. რევოლუციური სცენარების დაფინანსებებით სხვადასხვა ქვეყანა შეძლეს, რომ გაეხადათ პროქსი სახელმწიფო, შეძლეს ზოგ ქვეყანაში, რომ მიეღწიათ დაესვათ პირდაპირ მნიშვნელობით თავიანთვის, ასე ვთქვათ, ხელდასმული და ყურმოჭრილი ხელისუფლება, რომელიც ზედმეტი კითხვის გარეშე მონურ რეჟიმში შეასრულებდა deep state-ის და არაფორმალური მმართველობის ნებისმიერ დავალებას, თუნდაც უსიტყვოდ ქვეყნის ომში გახვევას, ეს ერთი და არის ქვეყნები, რომელთანაც ეს ვერ შეძლეს. და ქვეყნები, რომელთანაც ეს ვერ შეძლეს, ხედავთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაგალითს. ჩვენს მაგალითად ნიშანდობლივია სხვათა შორის დღევანდელი პროკურატურის გამოძიების პირველადი შედეგები იმ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აქ ყველას კარგად გვახსოვს, დემოკრატიის სახელით გვესაუბრებიან და რეალურად ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალეობას.